ეს დასრულდა ჩემი სპონტანური მოგზაურობა ბარსელონაში. ძალიან დავაღალე. მაგრამ თან გავიღებდა. 24 თებერვლის დილის 6 საათზე მაქვს ფრენა და მივდივარ მარტო ბარსელონაში. ეს არის ჩემთვის ყველაზე უშუალო გადაწყვეტილება, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. ხო, და ცოტა იყოს ძალიან ნერვიულობ. ხო, მარტო მივდივარ. ჩემს დაბადების დღეზე მარტო უნდა ვიყო უცხო ქვეყანაში. ალბათ დედაჩემი მომკლავს. მაგრამ არა უშავს რა. შორშიგნები ვერ მომწდება. ეხლა მომუნდება თოვლი, წვიმა, ქარი, ყველაფერი. ეხლა მომუნდება რეისების გადაწყობა. ჩემო და ქალმა მოკლედ რაც გაიგო რომ მარტო მივდივარ, მოკლედ ხო ცალკე აიტანა შფოთვები მათ, ან შფოთიანი გოგო არის რა და ყველა შესაძლო საფრთხეები დამიხატა, რა შეიძლება მომივიდეს, რა შეიძლება მოვიდეს თვითმფრინავს, რით შეიძლება დამემოქროს საფრთხე, სად დავიკარგოს, სად მოვკვდე, სად გავკრე. ხო და კი არაფერი კი ვამშვიდებდი, მაგრამ გინდა არ გინდა ეს ყველაფერი დამელექა და ეხლა აუტანლად ნერვიულობ. ეს არის გადაწყვეტილება, რომ აი როგორც იქნა ჩემს თავზე, ჩემს აქციელებზე, ჩემს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვიღებ მე და ხო, დიდი გოგო ვარ. კეთ, გილოცავ დაბადების დღეს. შენ ამას იმსახურებ ჩემი სუბიექტური აზრით. მგონი იმსახურებ. ხო, ამიტომ მოეშვი და წადი, შეირგე ეს მოგზაურობა. კაი? ფრენა გადავიდო 1 საათით. სტამბოლში გადავწვდა მომაქვს 9 საათი. ნერვიულობ. შვიდობით იმგზავრებ, შვიდობით. გაიხარე, დიდი პატივისცემა თქვენ. ეხლა შეიძლება მოვკვდა ღმერთოვანი რამდენი ვირდინე. თბილისიდან გავაფრინდი სტამბოლში. არა. ვიცი, მე მოგიყვეთ. ესე ჩამოვედი ბარსელონაში. ერთი ფრენა გამივქონდა და ერთი ღამე დავკარგე სასტუმროში, არ გადამჯავშნეს. ფრენამ დაიქვიანა და სტამბოლში არ ვიცი მე აი რა სასწაულით მოხვდი. თვითმფრინავზე ვერ გეტყვით, მაგრამ მე ეს თვითმფრინავი 1 საათი ადგილიდან არ იცროდა და მოვწყდი შიშისგან, ისედაც შიშები მტანჯავდა. ბარგი დავკარგე, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. დღეს ჩემი დაბადების დღეა. უკვე დიდი გოგო ვარ და დრო იყო რომ დამეწყო მარტო მოგზაურობა. ისეთი დიდი ხარ? ისეთი პატარა მაგრამ. მე უფრო დიდი წარმომედგინა. ესეთი გახარებული ბოლოს ალბათ ვიყავი აი პოდკასტი რო ჩავწერე და ეხლა არ ვიცი ძალიან მაგარი აქ უფრო მეტად გავლამაზდი როგორ მიხდება ევროპა სადარ არის, მაგრამ აშკარად აქ ტურისტები არ არიან, ძალიან სიჩუმე არის. ხანს ხალა ვერ გავი. ყველაფერი მომწონს.
ძალიან კარგად ვცნობ თავს. ვიდეოებს რო იღებენ ხოლმე, პირი რო აქვს დღეა, ყოველთვის მეგონა რომ აზოიადებდნენ და პირი ვერ დავხურე. მჯეროთ ეს სად ვარ? რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, შესვლას ვერ ვახერხებ. აპლიკაციას ვერ ვიწერ, გაჭედა ტელეფონმა, გაჭედა ინტერნეტმა, ყველაფერმა გაჭედა. ქერს არ იღებენ. ისე არ მაძლევენ ბილეთს. ფრენა მაქვს 2 საათში. მაგრამ არა ვშ. აუ, რა ლამაზია, პროსტა. და წარმომიდგენია შიგნიდან რა იქნება. მინდა შესვლა. ვიტირებეღა. კაი, მერე ვნახავ. აუცილებლად. მარტო შენთვის ჩამოვა. არა, აქ მარტო ესპანელები ყიდულობენ. შენთვის არ არის. La española. მგონი სადღაც ბარსელონას გარეუბანში ვარ. შემთხვევით. არ ვიცი როგორ. აუ 8 საათიანი ფრენა მაქვს. მაგრად მეზარება. Turn right onto Carrer de Bello. აუ მაგარი დაღლილი. ფეხები ჩემი აღარ არის. დამთავრდა იგი მოგზაურობა ჩემი საყოველთაო.